მოგესალმებით. დღევანდელი ეპიზოდი ეძღვნება წიგნს, რომელიც არ არის უბრალოდ ბესტსელერი, არამედ წარმოადგენს ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის სახელმძღვანელოს. ეს არის ენტონი რობინსის „გააღვიძე შენში არსებული გიგანტი“. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ წარმატება იღბლის ან ნიჭის შედეგია. რობინსი კი ამ მითს ანგრევს და გვთავაზობს მეცნიერულ მიდგომას, რომელსაც ის ნეიროასოციაციურ განპირობებულობას უწოდებს. დღეს ჩვენ არ ვისაუბრებთ ზოგად მოტივაციაზე. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ იმ მექანიზმებს, თუ როგორ მუშაობს თქვენი ტვინი, როგორ ყალიბდება ჩვევები და როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი ბედისწერა მყისიერად. მოემზადეთ, ეს იქნება გრძელი და სიღრმისეული მოგზაურობა თქვენს ცნობიერებაში. ნაწილი პირველი. სამი გადაწყვეტილება, რომელიც მართავს ბედისწერას. რობინსი იწყებს ფუნდამენტური ჭეშმარიტებით. თქვენს ბედს განსაზღვრავს არა თქვენი ცხოვრების პირობები, არამედ თქვენი გადაწყვეტილებები. თუმცა რა არის სინამდვილეში გადაწყვეტილება? ლათინური სიტყვა incision ნიშნავს მოჭრას. ნამდვილი გადაწყვეტილება ნიშნავს მოიჭრა უკან დასახევი გზა და დაიტოვო მხოლოდ ერთი ვარიანტი – გამარჯვება. ყოველ წამს თქვენი ტვინი იღებს სამ კრიტიკულ გადაწყვეტილებას, ხშირად გაუცნობიერებლად. პირველი, რაზე ვახდენთ ფოკუსირებას? თუ ფოკუსირდებით იმაზე, რაც გაკლიათ, თავს უბედურად იგრძნობთ. თუ ფოკუსირდებით იმაზე, რაც გაქვთ, მადლიერებას. ფოკუსი უდრის რეალობას. მეორე, რა მნიშვნელობას ვანიჭებთ ამას? არის ეს პრობლემა დასასრული თუ დასაწყისი? ღმერთი გსჯით თუ გამოცდას გიწყობთ? მნიშვნელობა ქმნის ემოციას. მესამე, რას ვაკეთებთ ამის შედეგად? მოქმედების სტრატეგია პირდაპირ გამომდინარეობს პირველი ორი პუნქტიდან. თუ გსურთ ცხოვრების შეცვლა, უნდა დაიწყოთ ამ სამი გადაწყვეტილების გაცნობიერებული მართვით. ნაწილი მეორე. ტკივილისა და სიამოვნების ძალა. აქ ჩვენ შევდივართ ადამიანის ფსიქოლოგიის პირთვში. რობინსი ამტკიცებს, რომ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ ორი მიზეზით. ან გვინდა თავიდან ავიცილოთ ტკივილი, ან მივიღოთ სიამოვნება. ეს არის ბიოლოგიური იმპერატივი. მაგრამ აქ არის პარადოქსი. რატომ არ იცვლიან ადამიანები ცხოვრებას, როცა იციან, რომ ეს მათთვის კარგია? იმიტომ რომ მათთვის ცვლილების პროცესი უფრო მეტ ტკივილთან არის ასოცირებული, ვიდრე ძველ სიტუაციაში დარჩენა. მაგალითად, ადამიანმა იცის, რომ უნდა დაიკლოს წონაში, მაგრამ ვარჯიში მის ტვინში ასოცირდება ტკივილთან, ხოლო დივანზე წოლა სიამოვნებასთან. რობინსი გთავაზობს ფორმულას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ტკივილი ჩვენს სასარგებლოდ. უნდა მივიდეთ ზღვარზე, სადაც ვიტყვით, აღარ შემიძლია ამის ატანა. ცვლილება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ძველი ქცევის შენარჩუნება ხდება აუტანელად მტკივნეული, ხოლო ცვლილება ერთადერთი სასიამოვნო გამოსავლად. ნაწილი მესამე. რწმენების სისტემა, მაგიდის ანალოგია. ჩვენი ქცევა იმართება ჩვენი რწმენებით. რწმენა არის განცდა დარწმუნებულებისა რაიმე იდეის მიმართ. რობინსი იყენებს მაგიდის ანალოგიას. წარმოიდგინეთ მაგიდა. მაგიდის ზედაპირი არის იდეა, მაგალითად, მე ჭკვიანი ვარ. მაგრამ ზედაპირი ჰაერში ვერ გაჩერდება, მას სჭირდება ფეხები. ფეხები არის თქვენი ცხოვრებისეული მტკიცებულებები და გამოცდილებები. თუ გაქვთ ნეგატიური რწმენა, მაგალითად, მე არასდროს მიმართლებს, თქვენს ტვინს მოაქვს წარსულიდან ფეხები, მოგონებები, სადაც არ გაგიმართლათ. როგორ შევცვალოთ ეს? ნაბიჯი პირველი. შეიტანეთ ეჭვი ძველ რწმენაში. შეარყიეთ მაგიდის ფეხები. კითხეთ თავს, მართლა სულელია ეს აზრი? საიდან მოვიტანე? ნაბიჯი მეორე. შექმენით ახალი მტკიცებულებები. იპოვეთ თუნდაც პატანა მაგალითები, სადაც გაგიმართლათ და ააშენეთ ახალი მაგიდა. ნაბიჯი მესამე. ნეიროასოციაციური განპირობებულობა. 6 საფეხური. ეს არის წიგნის ყველაზე პრაქტიკული და ტექნიკური ნაწილი. რობინსი გთავაზობს 6 საფეხურიან სისტემას ნებისმიერი ჩვევის შეცვლისთვის. გადაწყვიტეთ რა გსურთ და რა გიშლით ხელს. ბევრი ადამიანი ფოკუსირდება იმაზე, რაც არ უნდა. თქვენ უნდა იყოთ კრისტალურად მკაფიოდ სასურველ შედეგთან მიმართებაში. 1. შექმენით უზარმაზარი ბერკეტი. მეორე. შექმენით უზარმაზარი ბერკეტი. ეს ნიშნავს ტკივილის ასოცირებას ძველ ქცევასთან. კითხეთ თავს, რა დამიჯდება თუ ამას არ შევცვლი? ფინანსურად, ემოციურად, გახადეთ ტკივილი რეალური. მესამე. დაარღვიეთ შეზღუდული პატერნი.
როცა გინდათ ძველი ქცევის გაკეთება, მაგალითად დეპრესიაში ჩავარდნა, გააკეთეთ რაიმე სრულიად მოულოდნელი, იყვიეთ, გადახტით, გააკეთეთ რაიმე გიჟური, ეს დაკაწრავს ძველ ვინილ ფირფას ტვინში. მეოთხე, შექმენით ახალი, გამამძლევრებელი ალტერნატივა. ტვინს სიცარიელი არ უყვარს, თუ მოწევას თავს ანებებთ, რითი ანაცვლებთ მას, სირბილით, სუნთქვითი ვარჯიშით, აუცილებელია ალტერნატივა. მეხუთე, განამტკიცეთ ახალი ქცევა. დააჯილდოვეთ თავი ყოველი წარმატებისთვის. განმეორება ცოდნის დედაა. მეექვსე, შეამოწმეთ შედეგი. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომელიც ადრე ძველ რეაქციას იწვევდა. თუ ახლა ახალი რეაქცია მოდის ავტომატურად, თქვენ გაიმარჯვეთ. ნაწილი მეხუთე, ტრანსფორმაციული ლექსიკონი და მეტაფორები. ცოტას თუ აცნობიერებს, რომ სიტყვები, რომლებსაც ვიყენებთ, პირდაპირ ცვლიან ჩვენს ბიოქიმიას. რობინსი ამას ტრანსფორმაციულ ლექსიკონს უწოდებს. თუ თქვენ ამბობთ, მე განადგურებული ვარ, თქვენი ნერვული სისტემა რეაგირებს სრულ კრახში, მაგრამ თუ იტყვით, მე ოდნავ შეფერხებული ვარ, ემოციური მუჩხა სუსტდება. შეცვალეთ თქვენი ჩვეული ლექსიკონი. ნაცვლად სიტყვის მხსილდ გამოიყენეთ მირჩევნია სხვანაირად იყოს. ნაცვლად პრობლემის გამოიყენეთ გამოწვევა. ასევე მნიშვნელოვანია გლობალური მეტაფორები. რა არის თქვენთვის ცხოვრება? ბრძოლაა, თამაშია, საჩუქარია? თუ ცხოვრება ბრძოლაა, თქვენ მუდამ დაღლილი იქნებით, იმიტომ რომ მტრებს ელოდებით. თუ ცხოვრება თამაშია, თქვენ აზარტში შეხვალთ. შეცვალეთ მეტაფორა და შეიცვალება ცხოვრების აღქმა. ნაწილი მეექვსე, ღირებულებები და წესები, შიდა კომპასი. წიგნის მეორე ნახევარში რობინსი საუბრობს შიდა კონფლიქტებზე. ხშირად ჩვენ გვაქვს ურთიერთგამომრიცხავი ღირებულებები. მაგალითად, ადამიანს უნდა წარმატება, მაგრამ უმაღლესი ღირებულებაა შინაგანი სიმშვიდე. წარმატება მოითხოვს შრომას და რისკს, რაც ეწინააღმდეგება მის სიმშვიდეს. ეს ქმნის self-sabotage-ს. ჩვენ გვაქვს ორი ტიპის ღირებულებები: მისწრაფების ღირებულებები, სიყვარული, თავისუფლება, კომფორტი და არიდების ღირებულებები, უარყოფა, მარცხი, ბრაზი. თქვენ უნდა დაალაგოთ თქვენი ღირებულებების იერარქია ისე, რომ ისინი ერთმანეთის კი არ ებრძოდნენ, არამედ ეხმარებოდნენ. და რაც მთავარია, უნდა გადაეხედოთ თქვენს წესებს. რა უნდა მოხდეს, რომ თავი წარმატებულად იგრძნოთ? თუ თქვენი წესი რანდალით ხია, მაგალითად, მილიონი უნდა მქონდეს, რომ ბედნიერი ვიყო, თქვენ განწირული ხართ ტანჯვისთვის. გაამარტივეთ ბედნიერების წესები და გაართულეთ უბედურების წესები. ნაწილი მეშვიდე, იდენტობა, უცვლელი ძალა პიროვნებაში. და ბოლოს, ყველაზე ძლიერი ძალა ადამიანის პიროვნებაში მოთხოვნილებაა დარჩეს საკუთარი იდენტობის ერთგული. თუ თქვენ თავს თვლით მწევლად, თქვენ მოწევთ, რაც უნდათ ცადოთ. თუ თქვენ თავს თვლით ზარაფად, თქვენი ტვინი ქვეცნობიერად გაიძულებთ ზარაცოს, რომ არ უღალატოთ თავს. რობინსი მოგვიწოდებს, გავაფართოვოთ ჩვენი იდენტობა. ნუ იტყვით, მე ვარ მისი ცხოვრების წარსული. თქვით, მე ვარ ადამიანი, რომელიც იზრდება. შეცვალეთ თქვენი მე ვარ განცხადება და ქცევაც ავტომატურად მოერგება ახალ სტანდარტს. დასკვნა, ცხოვრების ოსტატობა. გააღვიძე შენში არსებული გიგანტი, შეხსენებით მთავრდება, რომ ცოდნა ძალა არ არის. ცოდნა მხოლოდ პოტენციური ძალაა. რეალური ძალა მოქმედებაშია. ენტონი რობინსმა მოგცა მაპი. 1. ჩვენ ვაკონტროლებთ ჩვენს მდგომარეობას ფიზიოლოგიითა და ფოკუსით. 2. ჩვენ ვცვლით ჩვევებს ტკივილისა და სიამოვნების ასოციაციებით. 3. ჩვენ ვქმნით ბედს ჩვენი რწმენებით და ღირებულებებით. ახლა ჯერი თქვენზეა. გაიღვიძეთ. აიმაღლეთ სტანდარტები და გახსოვდეთ, რომ თუ რამეს აკეთებთ დრო და დრო, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც აკეთებთ ყოველდღიურად. მადლობა რომ უსმენდით. ეს იყო მოგზაურობა გიგანტის სამყაროში.